არასამთავრობო ორგანიზაციები კულტურის სამინისტროს აღგრესი ყაჩაღიანის საბადოსთვის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციებმა კულტურის მინისტრს მიმართეს და მოუწოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციები გაითვალისწინოს და ძეგლზე საერთაშორისო კვლევების გაგრძელებას ხელი შეუწყოს. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს ამერიკელი, გერმანელი და ავსტრიელი მეცნიერების წერილები აჩვენეს, სადაც ავტორების აღგრესის ისტორიული საბადოს მნიშვნელობაზე საუბრობენ. სწრაფად არის ჩასატარებელი სრულფასოვანი მონიტორინგი საბადოს ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის, სასწრაფოდ არის აღსადგენი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ასევე იმ საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ჯეროვნად განვითარებისა და ქვეყნის სასიკეთოდ მოხმარების სფეროში სასურველია და თითქმის აუცილებელი წვევით საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა ამ პროცესში და სამის წინადადებაც გაგვაჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ობიექტი მიეცეთ რომის თავის სპეციალისტებს დაშვება და მათგან ახორციელოს რომის საქმიანობა. ასევე აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს საუბარი და გადაწყვეტილებების მიღებული საერთაშორისო კომისიაში კონსულტაციები, ამიტომ რეალურად დადგინდეს ობიექტის რეალური განსხვავებული პროცესია და აუცილებელია, რომ კულტურის სამინისტრომ შეასრულოს მასშტაბის რეგულირებულები მინიმუმ მიიღოს გადაწყვეტილება იმ დოკუმენტზე, რომელიც აღდგენილია საქართველოს მიერ